ну, ფაშიზმის როცა სიტყვას ახსენებ ხოლმე სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხშირად რაღაც გაიგივება ხდება, წარმოიდგინე მაინც ჰიტლერი და რაღაც არ ვიცი, კონცлагერები სადაც ადამიანებს წავენ, ესე არ არის ფაშისტური იდეები საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და ბევრი პოლიტიკური ძალას აქვს მათ შორის სხვადასხვა ტიპის ფაშისტური იდეები, თუმცა ну ამ შემთხვევაში ამ მარშის ორგანიზატორები პირდაპირ აჟღერებდნენ ბევრ ასეთ იდეას და ეს ადამიანები ზოგადად არიან ესეთი მსოფლმხედველობის მატარებლები. აი ეს ჩვეულებრივი ამბავია, მსგავსი ესეთი ტიპის მსოფლმხედველობის ადამიანები ცხოვრობენ ბევრ განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში და იქაც აწყობენ რაღაცა მსგავსი ტიპის მსგავსი შინაარსის მარშებს. რატო არის ფაშისტური შეფასებები აუხსნა? ანუ ეს მარში გაცხადებული გზავნილები რაც იყო ძირითადად ისინი ეხებოდა კრიმინალს და თითქოს უცხოელები უფრო მეტად არიან რაღაც მიდრეკილი კრიმინალისგან და უფრო მეტად ჩადიან კრიმინალს ამ ქვეყანაში ვიდრე ქართველები და თითქოს ამ ქვეყანაში რაღაცა შემოდის ძალიან ბევრი უცხოელი რომელიც მე რაღაც ცუდი რაღაცებით არის საკდაკავებული და ამიტომ საიმიგრაციო პოლიტიკა არის შესაძლებელი. ანუ თუ ეს ამ მარშის მიზანი თუ იყო ის რომ ის მიმართული იყო კრიმინალის წინააღმდეგ, მაშინ მარშის სახელწოდება უნდა ყოფილიყო მარში კრიმინალის წინააღმდეგ. ან თუ მიზანი იყო ის რომ ეს არის მარში არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის შეცვლისთვის, მარშის სახელწოდება უნდა ყოფილიყო მარში სწორი საიმიგრაციო პოლიტიკისთვის ან მარში არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ. რაღაცა მსგავსი. მაგრამ როდესაც სათავეში ფიგურირებს ქართული მარში, ეს აპრიორი გულისხმობს, რომ ეს არის დაპირისპირება რაღაცა არაქართულთან, არაქართველებთან, რაც თავისთავად ცხადია აჩენს ქსენოფობიურ კონოტაციას ძენს ამ ყველაფერს და ნუ ეს მარში ხო არ იყო ერთი ამ მარშის დროსაც იყო ესეთი გზავნილები და ამ მარშამდეც ადამიანები რომლებიც იქ ლიდერები და მონაწილეობდნენ მათი ბევრი გზავნილები მოგისმენენ რომელიც არის ცალსახად ქსენოფობიური ხასიათის ანუ ისინი თვლიან რომ თუნდაც კრიმინალთან მიმართებაში რაღაცა არ ვიცი ვიღაცებს არ ვიცი ინდოელებს რაღაცა განსაკუთრებული ჭირთ და ისინი მიდრეკილი არიან ერთ-ერთმა თქვა რაღაცა არ ვიცი პედოფილიისკენ თურმე რაღაც ეს ყოფილა პრობლემა და მსგავსი რაღაცები ეს არის საბოლოო ჯამში ქსენოფობია და ქსენოფობია არის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაშისტური მსოფლმხედველობისთვის ისე როგორც ბევრი სხვა რაღაცები არის კიდე დამახასიათებელი ამიტომ არის ეს ყველაფერი კონსტანტინეს მოусმინოთ თქვენ ძალიან სერიოზულ ბრალდებებს გიყენებენ მათ შორის